Чё? А еще? Дальше? Ё, тиган корову. Чемпион. Чемпион Олимпиада. Давай. Фимикси. Агерова. მოდის გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ კასტიაშვილი და მოდი გავესაუბროთ, მაგრამ აქვია ეს გამიცდის? არა. ნიკო, აბა რა სიტყვი? ძალიან რთული ძალიან. გუშინ იყო. აუც ესეთი ნადარბაზები არ მახსოვს რა. საერთოდ არ იყო. შემდეგ. ეხლა გადავიდეთ. ჩავწეროთ ეხლა ჩვენ გუნდების კაპიტნები. ისიც ჩავწეროთ ფედერაციის და გაგაცნობთ მოკლედ ყველაფერს. აგერ მეგობრებო უკვე აღჭურვილობას ჭრიან. ემზადებიან ბიჭები. ჩემპიონია ვაფშე როიწო. აი ჩენი ჩემპიონი მეგობრებო იტბუნოვი. ძალიან გამოსტილი. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ კაცისგან მეგობრებო, რომ სალამი ყველას. ერთად ვიყავით ტივტივაში და გამოსტილი იყო, ყველას გამოსტილი იყო და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იოსები. თული ტურნირი გველის გილდს. გაჭო. და უში ბიჭებო. არ მოდიოდა კაჩხალა მეგობრებო, გადავიდა სკუცები. 1 მეტრაში და დაიჭირამდე ის. აი ზონაშიც ახალგაზრდა ბიჭი იყო. 300 ჩემი გამოვიდა. და ასე მეგობრებო. გამოვიდა. აი ესეთი ამბავი ძმა. მოკლედ გას კოორდინატორია მეგობრებო. აულა სიბერემდია და. ია, მაგრამ ჩემპიონობამდე, რავი. შურსა ვარ. აი შურსა ხარ. მეორეზე მივდივართ, მაგრამ ხო შეიძლება რომ პირველიც აი გუშინდელი დღე ძალიან რთული იყო და შეიძლება მაშინ დღეს ძალიან ერთიანები გინდა რა. მე და იმედი გვაქვს ბიჭებო, დაყვარების. აი ხარ. ვიციო, არ გაგვაღალატებ, შობებთ. კოორდინატორები ვართ მეგობრებო, მე და თამაზ ქოჩოიანი. და ინფორმაციას გავწევთ როგორც მე და თამაზი, ასევე ბიჭებსაც დავეხმარებით ყველა დეტალებში, რაც დღეს გვიწევს ძალიან მაგარი სიარული კოორდინატორებს. ყოველ კოორდინატორი რა ხდება? მხოლოდ შედის კოორდინატორი თავის გუნდთან. არანაირ სექტორებში, სხვა სექტორებში არ შედის რა. და ნახოთ რა იქნება. შემართება ძლიერია, მაგარია შემართება. ამბიჭების ჯერა არაერთი დაამტკიცეს რომ შეუძლიათ მეგობრებო, ძალიან ძლიერი გუნდია და რა ვიცი, წელს შემოვეცდი ამ გუნდს და ძალიან მიხარია რომ ამათა ვარ, რა თქმა უნდა ყველა გუნდში გამიხარდებოდა, მაგრამ ამათ ახლა ვიცნობდი რა, წლებია, მეგობროთ ახო გუნდს მაკაცობ და წლებია, აგ იოსებს ვიცნობ, წლებია ნიკოლოს ვიცნობ, ხედოს ვიცნობ და ასე შემდეგ, ედუარდს ნახოთ, რა იქნება. ეს შეგახსენებთ, რომ გუნდში არის ბელარუსიელი, ერთ-ერთი მონაწილე, ძალიან ძლიერი მონაწილეა. ხო, ძალიან ძლიერი მოთამაშეა, მეგობრებო, ძალიან სერიოზული მოთამაშეა რა. და ნახოთ. რა იქნება, ეხლა ის პირად ჩათვლაში. პირად ზე? არა, მეორეზე მიდის პირად ჩათვლაში, გიორგი ლაფაჩია, როგორც ყოველთვის არ ღალატობს. მოკლედ ეხლა წავიდეთ, თუ ეცალიათ. ახლა თათბირია თუ გუნდებს რა ერთმანეთთან კაპიტანი აცნობს
გათბის ატარებს და ვნახოთ ახლა შევხედავთ ჩავწერ კაპიტნის ჩავწერ გუნდის კაპიტნის ჩავწერ 1-2 სიტყვით ანუ ეს ტურნირის ვიდეოა რა მეგობრებო რა და გაგაცნობთ ყველა დეტალებში გაგაცნობთ ყველაფერს მეგობრების ჭერასაც გაჩვენებთ ოცდამდეგის ჭერასაც გაჩვენებთ მე იქნება აწონები ჭერა და ასე შემდეგ და იქნება მუსიკებიც ვიდეოზე როიცოდეთ მეგობრებო აქვე რჩევას გაძლევთ და იქნება დაძაბულობა რა დღეს მაგარიტი ვიწყებს მაგარიტია მეგობრებო ფინალია და რა თქმა უნდა ყველაფერს შეძლები ყველაფერს დათმობენ ბიჭები რომ პირველ ადგილი ან მეორე ადგილი მაინც დაიკავო რა აბა წავიდეთ და გავდიდე ემზადებიან ჩემო მეგობრებო ეს ნიკოლოს ხედავთ კადრში მარჯვენა მხარეს არის იოსები ძალიან სპორტსმენია იოსები A, B, C და E სექტორები გვაქვს გუნდები ჯდებია რომელიც კენჭისყრის მერე რო ამოვარდება ყველა გუნდი ნაწილდება რა გუნდების მონაწილეები ნაწილდებიან ერთი გუნდი ერთი კაცი ჯდება გუნდიდან A-ში, B-ში და ასე შემდეგ რა აი აღნიშნული ფერებია უცასტიკერები ისინი აქვია თეთრი აცვიათ E-ში ვინც არის და მე რო უკვე აი წითელი, სტაფილოსფერი, ფოსფორისფერი და ასე შემდეგ რა მაგრამ ამ სექტორში მეგობრებო ეს სექტორის ხალხი ამ სექტორის ხალხი ეს სექტორს არ ეხება აქ უნდა გაიმარჯოს იმ გუნდის წევრმა მეორე გუნდის წევრმა იქ უნდა გაიმარჯოს მე ქულები და რაღაცეები რა ბოლოს გაიგეთ ყველაფერს ახლა დაველაპარაკებით გუნდის კაპიტნებს ახლა როგორც გითხარით დაველაპარაკებით პრეზიდენტს და ყველაფერს დეტალებში აგიხსნიან ყველაფერს რა როგორ და რანაირად ხდება მოკლედ ახლა აი ლაგიდებიან ახლა უკვე მიმდინარეობს მე მგონი 2 საათია დრო რა ამ დალაგების არის 2 საათი მე დასაკვირვების შემოწმება მე ეს დაკვირვების სტარტია მე უკვე ფინიში და ასე შემდეგ ყველაფერს აქვს თავის დრო ნახოთ აბა მეგობრებო ხა გავესწავლოთ იასონას გუნდის კაპიტანს და გვეტყვის თეორიის სიტყვით სიტუაციაში გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა მოგესალმებით შენ გამომწერეთ და შენ აი ხარ აბა რა თემა ძალიან რთული ტურნირია რა აცივდა ძალიან თემი ალბათ აგრესიაშია ძალიან რთულად იჭირება ორი ტაქტიკა არის ერთი უბლეგის ჭერა ნაპირში მეორე კარასის ჭერა ცოტა დისტანციაზე მაგრამ თუ კარასი დაიჭირე უკლეიკას ყველა ვარიანტი მოვა უშინ გაამართლა უკლეიკა ეს ნახოთ რა უშინდელი შედეგები როგორ არის დღევანდელზე ანუ რა სიტუაცია რა ადგილი გიყავით ეხლა ვარ მესამეზე დღეს მონასე ნახოთ საღამოს რა შანსი გვაქვს წარმატებები რაც გინდა წარმატებები აი ხარ იმდინარეობს სკერის კვლევა მეგობრებო იასონა სკერს იკვლევს მეგობრებო ხა გენიას აი აკორო და ფლაგა თეთრი ალაგობა გვერდიბერდაში მეგობრებო ხა გავესაუბროთ ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კუარს ოდე თეორიის გითხარ რა ხდება დღეს სიტუაცია ეს ახდება დღეს არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტური ფინალური ტური ფინალური ტურის მეორე დღეა და ეს არის გადამწყვეტი ტური სადაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი საქართველოს პრიზიორები და ასევე პირად ჩათვლაში რეიტინგებით საქართველოს ნაკრები მთელი წლის განმავლობაში რაც მოგროვდება შედეგები რაც არის 4 ტურის ჯამში საბოლოო ჯამის შედეგებით გამოვლინდება საქართველოს ნაკრები რომელიც შემდეგ წელს იასპარეზებს სოფლიო ჩემპიონატს
დამატებები. ეხლა მივიდით მეგობრებო, მათემატიკის გავსაუბროთ. საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტია. ეხლა დაინიშნა, მანამდე იყო ბატონი თენგობინიაშვილი და მიზანია ახლა მათემატიკას და გავესაუბროთ ერთ შორის სიტყვით. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ტარდება საქართველოს ჩემპიონატის დასწრითი ტური. საბანსეთ გაირკვევიან როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონები. ისეთი საქართველოს ნაკრების წევრები, რომელიც მოიგოს ევროპის ჩემპიონატი გაიმგზავრებიან. მოდა და გულდრეგველის ფინალის მეორე პირველი ტურის შედეგი საკმაოდ ახლომდები გუნდები. საბანსეთ ყველას რჩება შანსი, როგორც პირადში გაიმგზავროს სიტუაცია, ასევე გუნდურში. ასე რომ ეს ნამდვილად ძალიან დაძაბულ ტურნირს იხილავთ თქვენი თვალით. როგორც სპორტული თევზჭერის პრეზიდენტი, ბატონო და მოყვარულებს ვთქვი, რომ პირველ რიგში პირად გავიდნენ ხოლმე წყალზე. აი ჩვენ თავის საყვარელი მიმართულება, ამით რა თქმა უნდა სხვადასხვა მეთოდები, იუტიუა გვაქვს, ფიდერი გვაქვს, სპინინგი გვაქვს, კარფიშინგი გვაქვს. ფლეტის ფრისტაილი ესეც ფიდერის ერთ-ერთი მიმართულებაა, ასე რომ საქართველოში ეს ისეთი მიმართულება საკმაოდ განვითარებულია, ყველაში ტარდება საქართველოს ჩემპიონატები, იკვრება ნაკრებები მიდიან მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასე რომ არეალი არსებობს. გარდა ამისა, კლუბები გვაქვს, ხო, აი ერთ-ერთი შენი კლუბი არის, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მოყვარულები სპორტში მოყავს, ასევე ტრადიციული არსებობს. არჩევანი დიდია, ასე რომ ჩვენც როგორც სპორტული ფედერაციები ყოველთვის გვერდში დაუდგებით მოყვარულებს. იგეგმება ხოლმე სამოყვარულო ტურნირები, სადაც ჩვენ გავატარებთ სამოყვარულო საქართველოს ჩემპიონატი. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული ჩვენ გუნდში დაემატა იქიდან ერთ-ერთი წევრი, უფრო მეტიც ერთი წევრი პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში ჩაიდა ფიდერლაბში და გუშინ ერთიანი გამოიტანა ზონიდან. ანუ პირველად მოვიდა ადამიანი სპორტულ თევზჭერაში და საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტ ტურში უკვე ერთიანი გამოაქვს ზონიდან. ასე რომ არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ მოხვალთ ყველანაირად ვეცდებით. უკვე ვისარგებლეთ შანსით და აი გუშინ დამთავრდა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატი კარფიში. 25 მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენი ნაკრები საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა. ვარცხები 40 გუნდ შორის მე-12 ადგილი მოიპოვა, ასე რომ ვითარდებით და წინ მივდივართ აბიჩნაბიჩი. ერთს უნდა იყოს. გას წარმატებები ყველას თქვენ თევზაობაში თუ სპორტში არ მოხვალთ. დაიჭირე გავუშვით პრინციპით მაინც ითევზავეთ. გამრავლდეს თევზი ჩვენს წყალსაცავებზე და გაგვახაროს მეტად და მეტად. თუ სპორტშიც მოგზანდებით, ძალიან მოხარულებით ვარჩევით და ყველანაირად ვერჩი დაგიგებით. აბა შევხვდებით წყალსაცავზე რომ. დამატებები. გაიხარ. მეგობრებო, ეხლა გავესაუბროთ ზურას. ზურა არის როგორც მე, ასევე ორდინატორია ზურა დღეს და რავი, აბა ზურა რა გქონდა? აქ საიდან მოხდა? აქ საქართველოს კლუბებში სადაც ველავე. წამოვიდა შემოთავაზა, რა თქმა უნდა. თავიდან ჩემი პირველი ტურნირი მოგეხსენება სადაც იყო. სენტა კრუსი და შეიძლება გერაბობრივად რა. ჯერზე რა თქმა უნდა გასწავლებით. ინდის ინსტიტუტში სტუდენტთა მაქსიმუმი დავიწყოთ. უკანა ფრანზეულად ასე რომ ვაკეთებთ. ორდინატორს ძალიან ვალია პრობლემო ამ ტურნირებზე. სწორად მიიტანოს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, სწორად გადაცეს და ასე შემდეგ რა ბევრი კაცაა და რავი, წარმატებებს უსურვებ. დურა. შევხვდები. აი, ხალისველზე. ედო, ხო, ლევან ელემენტები. აბა წარმატებებს გისურვებ. გაიხარეთ ბიჭებო. წესით მეორეზე უნდა დავრჩეთ რა. ვიბრძოლებთ. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ვართ მეგობრებო, მე და ედო. შეიძლება პირველიც ავიღოთ რა. პირველიც შეიძლება, მაგრამ ნუ ძალიან უნდა მოვიდომოთ, მაგრამ მეორეზე უნდა დავრჩეთ აუცილებლად. შემართება გული.
გუშინდელზე უკეთეს ო გუშინ იძახით რომ კილო 400 გამომივიდა ძალიან გამიჭირდა ქარში შევგაგიჭირდება წაღვიდგინე ფაქტიურად დაგვები წერტილზე ვერ ვატყობდი ჩატმესაც მადავდი და ძალიან ხარ იქნებოდა ხო ესე და რეკნაკლებია ხარიდან ფიქრობ უკეთესად ვიტყვი ადგილი ვერამდე გამოვიდა ბოლოზე გავში გუში ესე იგი არის ხო უკეთესად შეიძლება გოლდური ჩატმა მასე და თან მიზანში შეიძლება ფასვეთ ხარ დავიჯერე რა დავიჯერე ფასვეთ ქოშეზე წავდებილად ხედო გუნჩი ვარ მე აბა რა ხდება როგორ რა ხდება თქო აბა თუ ვერ დადები არის სტაბილური ფორმა და გუში ახლა დღეს რა იქნება რა გარკვეული ტაქტიკა გვაქვს გამომუშავებული და გავყვებით რა ეხლა გავესაუბროთ ერთ კაპიტანს ერთ გუნდის კაპიტანს მეგობრებო ლაშას აბა რა ხდება სიტუაცია გქონდოთ დღეს ძალიან დაძაბულობაა ორი ვისკოპ 9 ქულა პირველი მოდის ხორა გვაქვს ისე მეოთხესთან უმეტად 7 ქულა თქვენ გუნდს რა ქვიათ ფიშმანზე დღეს მე და პაველი და კიდე პრინციპული ბრძოლა მეორე ადგილისთვის პირველზე ლაფაჩუ არის და სხვა არ წვეტავს რა ინდებში ეგურა ინდებში ვართ ეგრე ზუსტად პირველზე ვართ ან ჩვენ ან ფიდერლანდი 9 ქულა მე არის იასონა და თიმიქსი თეთრია. აჰა, გამაგარი ზურგებს. კი, გამაგარი ცენტრის ფუზობა სპეციალისტ და ნახოთ დღეს როგორ იქნება გუშინ იყო. გუშინ მაგალითად გიგამკლეიკით მოიგო ზონა, აქეთკენ არტურმა 11 კარასით მოიგო ზონა. ეს ყველა მაგათი წაკეთ რომ გუშინ არის. შეგან წაიამი აი წავედები მადლობა ა ზონაში მე-4 ნომერი არის ბელარუსი ჩვენი გუნდელია ჩვენი ერთ გუნდში ვიყო არის სერიოზული პროფესიონალი თავის საქმის და ძალიან წაადგა გუნდს რა ამის მოსვლა ამ ბიჭის მოსვლა ჩვენ გუნდში ძალიან მაგრა წაადგა გუნდს რა დატენილია ცოდით მე ძალიან სერიოზულია ძალიან მაგარი ბიჭია, მაგარ. სკერს ეძებს ჩვენი მეგობარი ბელარუსი მეგობრებო. იქროს სკერს. აქ ახლა ვიცი ჩავწევით მეგობრებო, ვიღაც ხედავთ იგივე გამომდობი, ყველა ვეტერანია. ახლა ერთ-ერთი ვეტერანი გაგაცნობთ ზურას. აბა რა ხდება? დადება. აბა როგორ გუშინდელი ერთიანია, ერთი ქულების დრო ჩვენ და ეხებს. აჰა, სპეციალ ძორცი. ჩვენ ამ ტურზე გადავჭე ახლა მოგების შანსი ახლა სკოპში სულაც ვერ ვაკეთებ ზედაპირზე. ერთიანი ვიდეო მოვიდა. აჰა. აი, ეს კარგად მოვიდა. გუშინდელი რა ხდება? ვიდეო დაუნცულეს. დიდი წონები არისო, ხო, პატარები და ის კარას. ნუ სოციალ. წვალებაა რა. წვალება უნდა ცოტა. თუ მოარგი გასაღები მე აი ლაშა არის უბედური ახლა. გაწყვიტავს ტანასაც გულის. როსტო. ამიტომ ზურა. აი ხარე ასე. ნიკო აბა რა ეტაპ. ერს ვიქნო ახლა. დისტანციებს ვიქნო. ნახო, შესაბამისი ადგილი და ვითირდება. აი მონტაჟი ნახე. აი მონტაჟი ნახე ნიკო. აი ეს არის სპორტული წყობა. ხოლმე ეს არის დაშვებული მეგობრებო ეს წყობის და ფიდერგარმი აქვს. აკეთებული. ნიკოლოს აუცილებლად მეგობრებო ერთობლივ ვიდეოს უეჭველი ჩავწერთ. დაგეგმილი გვაქვს. არა ნიკო. წერს უეჭველი ჩავწერთ. თუ არა და მომდევნო წელს რა. ნიკოლოს აქვს YouTube არხი მეგობრებო. გადაბძანით, ნახეთ, ძალიან მაგარი ვიდეოები გვყავს როგორც კულინარია, ასევე თევზაობა, ძალიან სერიოზული რაღაცები. და ნახეთ, ნიკოლოს გარს უაწერია YouTube-ზე. და გამოიწერეთ არხი ნიკოლოსიც.
აბა წარმოდები. ეხლა ჩავწეროთ გია გაბრიაძე. დავესაუბროთ. აბა შევეცდით. გია აბა. მიდინარეობს ხუშინდელი ცოგორი ლევანდელი დასეროდები მაგან იდე უფრო დაწაფა იქნებში ტურნეს მოგიშაც აიტო როტაცია ზონაში ბევრი ცხოვრობთ ვერ გავუსვათ უკვე 10 და ნადარბაზზე და თევზაობა იყო საკმაოდ რთული რა კაჩხანა მოდიოდა ძალიან იკა ჩემპიონ ამაგიტო ჩვენ მოგება უფრო აი ამ თეთროზე გააკეთა აუ დღეს შეიცვალა ამინდი აი გას საინტერესო ხა თუ კაჩხანა გააქტიურდება ო წავა ბუდარი ეს კაჩხანაზე გადაწყობა თუ გააქტიურდება ალბათ გავუძოთ ისევ მეგობრებო, გიგას თევზაობის ხრივ და თევზაობის გარდა კიდე სხვა საქმიანობაც აქვს და ერთი უსიტყვო გვიხრა, გიგა? შესაქმიანობაზე. შექმნა მეგობრებო. თავი გულს დაიბადა ეს თექმა და სიტუაცია ზუსტად აი ამ სიტუაციაში დაიბადა ესე საქმე აი სიონზე შამაიას რო უჭერდით რა, მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენ თევზი ჯერ საათში, რამდენი გადაგდები დაიჭერ მაგას რა, აი მაგას ეჩერება შენ 15 თევზი დაჭერდა, მე 15 თევზი დაუჭერ, მაგრამ მე მაგას დავახატე თქვა 100 გადაგდება და შენ მარტო 20 გადაგდება, შენ გაცლებით ეფექტური ყოფილი რა. ეგენი რომ განაზრა, მაგით გავაკეთეთ თვლელი. რომელთა სიტყვი გადაგდებების რაოდენობას, ორი სხვა თევზის რაოდენობას წამზომი გაქვს, საათი გაქვს და გაქვს ანალიტიკა როდის ადაიჭირა. და ნუ ახლა ახალ ვერსია საერთოდ ტელეფონს უკავშირდება და ეს მოაწერა ტელეფონში გადადის და ეხლა უკვე ეს არის კეჩლიკერი. ქართული წარმოების რომელიც გიგამ შექმნა მეგობრებო და მსოფლიოშიც კი უკვე არის უკვე როგორც ვიცი სპორტსმენებიც იყენებენ. იდეაში ითვლება რომ პრემიუმ ხარისხის არის სათევზაო იმაში თქვია. ერთ მსოფლიოში ევროპაში ითვლება რომ ყველაზე ესეთი ძირადღირებული და ყველაზე ნომერ პირველი კლიკერი არის რაც რითაც ვამაყობ იმიტომ რომ ეს მოწყობილობა იდეაში დაიბადა ჩვენთან აი ჩვენც ძალიან გვიხარია ნუ ქვეყანაში სადაც თევზაობა ისეთ პოპულარული არ არის მაგრამ აი კაკასები ცოტა თევზი რო ყავდეთ ბევრი წამება რო გიწევს მაგრამ მეგვიყვანა რა ესეთი რაღაცა შეგექნა აქ ბევრს აქვს აა ყველასა ახლა გასაკვირდები მარტო ახარა ევდივაშიც აქვს ძალიან კაი საქმე საკეთებ რომ ბევრ ხალხთან მიგაქვს ამ სპორტის ამბავი და მაგითიც უფრო პოპულარიზაცია გავუკეთო ამ სპორტს. იმიტომ რომ ჩვენ მაკრივადიზაში უკანავთ სხვაგანაირ სამუშაოა ყველას ერთად, რომ თევზაობა არ იყოს მარტო იმას რა ქვია. ძალიან კარგი არის მეგობრებთან ერთად ბუნებაში გასვლა და ეს დროსტარება თან თევზაობა ძალიან კარგია, მაგრამ თევზაობას კიდევ გაცნებით უფრო მაგარი რაღაცების მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის და აი კაკას აი მაგის მიტანა ქონდა ადამიანებთან და მაგას შენ ძალიან დიდ დროს თამაშობ საქართველოს. აი თუ გეგმებზე გაყვასო კიდე რა გეგმებია ოპერაციაში. ნავანდალი ეროვნული ჩემპიონატი იდეაში ამ ტურით თავდება და ამ ტურის მერე გახდება ცნობილი ეროვნული ჩემპიონი გუნდი და ეროვნული ჩემპიონი პირად ჩაქროში. ეს უკვე გარკვეული და გაისად ანუ წელს ვის გახდება ეროვნული ჩემპიონი ეგ გუნდი წავა შემდეგ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე კლუბებს შორის წელს ჩვენი გუნდი ფიდერლაბი მიდის იმიტომ რომ ჯერჯერობით მოქმედი ჩემპიონები ვართ ანუ შარშანდელი ჩემპიონები ვართ და ეხლა ზუსტად აი ორ კვირაში ვიქნებით უკვე სერბეთში ჩვენი გუნდი ჩავფრინდებით და შევეცდებით რომ საქართველოს წარმოადგენთ რისეულად იმ დანარჩენ 30 სხვა კლუბს შორის. და გვექნება ეს ერთკვირიანი უკეთ მარათონი სოფლიოში უძლიერეს სპორტსმენებსა და უძლიერეს კლუბებში. რამდენი წასვლა თქვენი? გასულ სკოლაში. ჩემი ალბათ იქნება მერვე ან მეცხრე. არ დამიხვდა. ან მაგის გამოსვლებაც გვაქვს საქართველოში სოფლიო ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე
ოპტიმიზებული გამოსვლა ბევრი დავწერთ, რომ 2015 წლიდან ცდილობ რომ რეგულარულად ვიარო. ნუ ხეს ისე უსახსრობა იყო. რამდენიმე წელი ჩავდეთ, იმიტომ რომ ნუ ფინანსური რესურსები გამოვზრდეთ საკუთარ დაფინანსებაზე. ხო, და ამიტომ ნელია ზოგადად რომ ეს აღჭურვილობა წაიღო, ეს არ არის მარტო ბილეთი წახვიდეთ და ჩამოვიდეთ რა, ანუ სათხოვარებს კიდუო, გასაკეთებს კიდუო, აღჭურვილობას ქირაო, მანქანებს ქირაო და მოკლედ კარგ ხარჯებთანაა დაკავშირებული რა. არა, მაინც ვთქვათ რომ გავაკეთეთ რა, არ ჩავა. არა, თავი მონდომება და მიზანი. არა, გამოვიდეთ რაღაც. კიდე მოყოლულებს ასე. დაწყებებს აქვს ჩვენ ეგეთ რაღაცა შევამჩნევთ, ანუ ესეთი შეგრძნება გვაქვს ჩვენ, შეიძლება ზარია, მაგრამ გონია რომ რაღაცა შორდან უყურებენ ხოლმე ტურნირებს, უნდათ გამოსვლა და რაღაცა გონიათ რომ აი ვერ გამოვა და შედეგს ვერ დავწერთ და ჯობია რაღაც ჩემს ვაჯო და მე გამ. ეგრე არ არის, ანუ თუ არ მოხდი და არ შეეჯიბროთ პატარა წამყვანს პორციას, ხო, რამდენი არის აქ. ისე ვერ გავითარებ. და იმ აზარტსაც ვერ გაიგებ რას ტურნირს. ამიტომ ჯობია რომ აი მოხვიდე, ჩაეწერე პირდაპირ, შეიძლება წააგოთ პირველი ორი ტურნი, მაგრამ მოდი და მიიღე მონაწილეობა, შენს გავითარდები და იმ აზარტსაც მიიღებ რას გჭირდება. ანუ უბრალოდ მოდი დააგოთ რა. აი თქვენთან არიან ისა, თქვენთან არის დაიჭირე გაუშვი და არ მინდა და დაიჭირე გაუშვი თუ გაუმარტოთ ეხლა რას ნიშნავს დაიჭირე გაუშვი. ისე არ არის სამოყვარულოში რომ დარჩე ეხლა უთეოდოთ ეხლა. უნდა ვიცოდეთ რა თქმა უნდა. ლიმიტი? რა თქმა უნდა. ზოგადად დაიჭირე გაუშვი რაღაცა. ზარგვად მარიაჟობა გქონდა. რა მეგარი ანუ ეხლა ამ ტურნირზე დიდი არაფერი, მაგრამ ყოველთვის ჩვენთან ტურნირები ორ დღეში 9 ტურნირი დაგუჭერია მთელ ფედერაციას. ანუ 9 ტურნირი თევზი იდეაში რა მოიგო შენ წლიდან და შეჭამო ან მოკლა ხო ანუ საკმაოდ დიდი დანაკლისი იქნება თბისთვის. სამოყვარულშიც ბევრი ვარ იდეაში. ანუ შენ ახლა წახვიდე ის მაგრამ დათოლე რამდენი მოყვარული თევზია და 1 კილოზე რო გაამრავლო ხო ნახა რომ აი კარგი თევზის შეგვიძლია არის მაგალითად სიურის ხასასწავლე დღეში რა ვერდი 2 ტონა თევზი გადიოდეს და ნუ არეგულირდება ეგ არანაირად ანუ უკან არ მოდება ეს თევზი შეიძლება ვეღარ არის ზოგი არც ითვალისწინებს იფსიდას და იმისიც მიყავს რა ანუ ჯობია რომ უკან დააბრუნო რეალურად მართლა შეცოტავდება ესეთი დიდი პრესინგისთვის ხო უნდა ვიცოდეთ რა დოზირება რამდენილა გაუშვა წელიწადში ხა იმ დღეს ამოხი დავიჭირე სიუში რაც მინდოდა ხო პატარა გაუშვი მოკლედ რავი ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ ბიჭები მეგობრებო ძალიან მაგარ საქმეს რა თქმა უნდა ეს დრო რო გავა დაფასდება აუცილებლად დაფასდება რომ გავითარებულ თევზერას სწორ თევზაობას ასწავლიან საქართველოში შემოიტანეს პირველი ფედერმენები არიან ვინც შემოიტანეს მეგობრებო ეს სპორტი რავი ამოწევი ყველას და მადლობა თქვენ ფინალიო მეგობრებო დასაკვირვის და ქვედაბადის თევზში სანახი ბადის შემოწება აი საჯი მომდა გამუკა სახიაშვილია საჯი აჰა აბა აქ რა ხდება შემახედეთ ხო კი ბატონო რაოდენობა კაია ყველაფერი კაია ეს რა არის კორპორტია ხო ეს კი ვიცი რაც არის აქეთ რა ხდება სატყუარები კარგია ბადე გაშალეთ კი ბატონო კარგია შეგიძლიათ ჩააგდოთ ამოწევი ყოლოს დეკორს ამოწევი მეგობრებო იქოს გასოს так კი ბატონო რაოდენობა კაია ეს არ გვაინტერესებს ბადე გავშალოთ კაია ჩვენი არის სატყუარები კი ბატონო გემიშია და ნიჭია ეს სავარაუდოდ თეთრიჯია შერეული კი ბატონო კარგია ჩემო კარგებო ეხლა გავესაუბროთ თავარ საჯს მამუკა სახიაშვილს მამუკა როგორ ახლა მადლობთ როგორ გიგითხოთ არა მიშა გაიხარეთ მოკლედ ყველა ფედერაციის საჯია რა ძალიან სერიოზული ძლიერი საჯი და სამართლია რა თქმა უნდა აბა გითხარ ეს მოდელი ჭერა დღევანდელი ჭერა აი ყველაზე მთავარი რაც არის ყველაზე მთავარი აი ამინდის პრობლემა ჰქონდა ვითომ უნდა ყოფილიყო სუდიანები იყო სუდიანები მაგრამ აი დაგვაცადა რა დიდება უყარს აი კარგად დაგვაცადა ატონანდეს და კარი იყო რაღაცა კოლგით როგორც შევიტყობენ ასე ავტონებს აი რამე ისეთი დარღვევა არ ყოფილიყო ასეთი არ ყოფილა ყველაფერმა კარგად გამოსtildeები არიან რა თქმა უნდა ეხლა აქ არ არსებობს ისეთი შეცდომები არ იქნება რაღაცა
იმიტომ რომ ყველა პროფესიონალია, სამოყვარულო არ არის, როგორც ვიცით, ეროვნულია. ჩაიარა ყველაფერი, მაგრამ ცოტა დაძაბული კი იყო, მაგრამ ახლა როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ აქ ყოველთვის დაძაბულია იგი პატარა ტელევიზია და ყველაფერს. მოკლედ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ალბათ ყველაფერი და ნახოთ დღევანდელი შედეგები რას იზავს, ამის დამიხედავთ. ხო, ახლა ერთი დღის იმით ვერ შევაფასეთ, დღეს უკვე გადავწყვეტია და ხო, დღეს გაირკვევა უკვე ყველაფერი. არის, მადლობა. გაიხარეთ. გავესაუბროთ იოსებს. წინა ტურნირი იოსებ მომიგო. როგორ ახლა დამეცვა? კარგად. შემართლე. შენავ ხასიათზე გუშინდელი ტური კარგად ჩაიარა, ტურმა ჩემმა გუნდმა კარგად იასპარეზა. დღესაც დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაცას ვიზავთ რა, რაღაცას რა მოვიგებთ და ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ პირველ ადგილზე ვარ და ძალიან მიზერული შანსია, რომ დღეს ვინმე გადაგვისროს, ასე რომ გუშინ ვიზეიმეთ უკვე ჩემპიონობა და ყველაფერი ხდება ამ სპორტში, მაგრამ ჩემ გუნდელებს დიდი იმედი. ჩემ თავისაც. წავატევით. ცოტა ტექნოლოგიაში არიან შემოგვიგვებო სპონსორები, საგარიან, დაყვება მურჩა და ერთი შეგვიძლია არის. დავდები ყველას. აიო. გიორგი, როგორც გითხრათ, კოორდინატორია, შესულია სიტუაციებს, არჩევებს. მეტი გვაქვს.
ხარი ეხლა დაებადებათ შეგავამწირეთ რატო ეს კითხვები აქ დავუდა აუხსნია განაპირებ პროდუქცია რატომაც გავაკეთე სამი კილოს გაკეთება არჩხანით ისხნებოდა კითხვის ნიშანი ანდა ბოლომდე გავერთა რა კარგი ხელოვნება იყო სიმონე ავაწავთ საინტერესო ტური იყო ჩემი აზრით განსხვავებული იყო ნადარბაზები რა სტანდარტული ნადარბაზები იყო კარგი სამუშაო იყო საფრთხე იყო და რამოდენიმე სტრატეგია და ვინც მოახერხა და რატო შედეგი გამოაცხადა კარგი ხო პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ჩვენ საჯეთ ხელის განმავლობაში ჩვენ გორდით მოიწვიეთ ჩვენი სპონსორი სადაც მაგაზია იადონას დიდი მადლობა პირადი ჩატი ილისთვის ვასწორდი კანდიდატი მესამე ადგილზე 3 კილოით და 5015 გრამით დავიდა დარჩო ორი კულა დარჩო მიყვარ ხარ 2285 გიორგი ლაბაჩი კულა ორი ედი პატარა გამოაკვრის ჩემპიონი კულა ორი 6325 გრამით იგა გაბრიელი მოგეთ მეგობრებო დაჯდოება იყო დღევანდელი დღის და გუშინდელი დღის წლის გამარჯვებულები და პირველი მეორე მესამე ადგილოსნები მე დააჯდოებენ რაღაც სუფრას გეგმავენ რომ გააკეთონ მოგეთ ეს იყო რა არა ჩავატარეთ ჩვენმა გუნდმა დღევანდელი 3-იანი ავიღეთ 3-იანი მადლობა აი ხარ პირიქით მადლობა 3-იანი ავიღეთ წლიური გუნდური ჩემპიონატი 3-იანი ავიღეთ ეს იყო დაჯდოება იყო დღევანდელი და გუშინდელი ძალიან კარგი იყო მეგობრებო მაგრამ დავეხმარეთ ერთმანეთს გუნდმა და რავი რა ძალიან კარგი იყო იმედია მოგეწონათ ვიდეო წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე